მოგესალმებით, როგორც ანონსიდანაც მივხვდით, დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. საბედნიეროდ დღეს უკვე ყველამ ვიცით ეს ამბავი, რომ ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი, უშედეგო და ამჟამად უკვე შედეგიანი მოლაპარაკების შედეგად ლევილის მამული საქართველოს საკუთრებაში გადმოეცადა. ეს ყველას გვახარებს, თუმცა არ ვიცით ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. და ჩვენი დღევანდელი გადაცემაც სწორედ ამას ემსახურება, რომ უფრო მეტი შევიწყოთ, უფრო მეტი ამბავი და უფრო მეტი დეტალი და კიდევ უფრო დავაფასებთ, რომ დღეს საქართველოს საკუთრება. სწორედ ახსენე, მაგრამ რომ ნამდვილად ჩვენ ძალიან ბევრი ოფიციალური ცნობები ვიცით ლევილის შესახებ, თუმცა სულ სხვა არის, როდესაც სტუმრად ყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც იმდროინდელი ამბები წიგნში არ ამოუკითხავს, ეს ყველაფერი მის მეხსიერებაში არის და თაობიდან თაობას გადაეცემა და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინოთ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. სანამ დავიწყებთ საუბარს, მანამდე ბუნებრივია დღეს პარასკევია და მუსიკის გარეშე ჩვენი დღე ვერ ჩაივლის და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ის სიმღერები, სწორედ ის მუსიკა მოგასმენოთ, რომელიც გვამოგზაურებს წარსულში. ვიმოგზაუროთ მას. დათო, შენ გაქვს ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი მისია შენს თავზე აღებული. რამდენიმე წუთიანი ვირტუალური მოგზაურობა უნდა მოგვიწყოთ ჩვენ, სწორედ აი იმ შორეულ ისტორიულ წარსულში. ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ეს ეპოქა საქართველოს ისტორიისთვის, რომელიც ალბათ გაკვეთილის უნდა იყოს ჩვენთვის და აი ვეცდები რაღაცნაირად დღევანდელი გადასახედან მუსიკით წავყვი ამ გამოსახულებას. ბრავო. არაჩვეულებრივი იყო ნამდვილად მოდი. ხო, შენც ჩვენთან გადმოინაცვლა.
შემოგვიეთ. ელენე, შენ წარდგენისას თქვი, რომ ბედნიერებაა, რომ დღეს სტუმრად ყავს ისეთი ადამიანი, ვისაც ის ამბები, რომელსაც დღეს ჩვენ გვიამბობს წიგნებში არ წაუკითხავს და მას გადასცეს მისმა წინაპრებმა და საბედნიეროდ ასევე ჩვენ შეგვიძლია, რომ წიგნში წავიკითხოთ, იმიტომ რომ ჩვენთან მოხვედით თქვენი წიგნით სახელწოდებით საქართველოსკენ და აქ ბიოგრაფიული წიგნია და ბიოგრაფია წარმოუდგენელია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ჩვენი წინაპრების გარეშე, ხო? იწყება ისე დამაინტრიგებლად, რაც მოვასწარი სიმბოლური დამთხევით, თარიღით, როდესაც თქვენმა წინაპრებმა დატოვეს საქართველო და როცა თქვენ დაბრუნდით, ხო? თქვენი პირველი შეხება ლევილთან, პირველად როცა ნახეთ და როგორ დაგამახსოვრდათ, როგორია ეს პირველი? პირველად როცა ვნახე ლევილი არ დამამახსოვრდა, იმიტომ ალბათ ძალიან პატარა ვიყავი, როცა მიმიყვანეს ლევილში, რომელიც იყო უკვე ჩემ დროს, ანუ მე როცა დავიბადე, უკვე ლევილი იყო ისეთი ადგილი, სადაც ყველა დადიოდა შაბათ-კვირას ზაფხულში მეტადრე და სადაც ის დიდი პირველადი ომები უკვე დამთავრებული იყო. ანუ ამის ირგვლივ მაინც ემიგრაცია მეტნაკლებად შეჯერებული იყო და ყველა უკვე დადიოდა ლევილში, მაგრამ იყო დრო, როცა ნაწილი ემიგრაციის ფეხს არ დადგამდა ლევილში, რადგანაც მათთვის მიუღებელი იყო ის, რომ რაც იყო საქართველოს განძი და ناقიდი იმისთვის, რომ შენარჩუნებული ყოფილიყო საქართველოსთვის, ის ნელ-ნელა გადაიქცა როგორც რაღაც პარტიული კერძო საკუთრება. და ამაზე იყო ძალიან დიდი დატაკება, ერთის მხრივ მაგალითად გენერალ კვინიტაძე, რომელიც ასევე ცხოვრობდა ემიგრაციაში, ის არამხოლოდ ლევილში არ ჩადიოდა, მაგრამ როცა გარდაიცვალა, მოითხოვა, რომ არ ყოფილიყო დაკრძალული ლევილის სასაფლაოზე, არამედ შატუში, სადაც ცხოვრობდა, იმიტომ ის დამეტანე ახლო იყო ლევილთან, რომელიც წარმოადგენდა ყველაფერი იმას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე არ ეთანხმებოდა და ამიტომ ლევილი არ არის ისეთი თემა, რომელიც ყოველთვის იყო ყველასი გაერთიანების თემა და ალბათ კიდევ გაგრძელდება ისტორიულად იმის გარჩევა თუ როგორ იყო შენახული, რა უნდა ყოფილიყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტად ლევილის საშუალებით გაკეთებული ქართულ ემიგრაციისთვის და საქართველოსთვის. მაგრამ დღეს დასრულდა კარგად ეს ყველაფერი. 25 წელი იყო ძალიან დიდი დრო, მაგრამ ეს 25 წელი საკმაოდ ბევრი მოვლენებით ახსავსე იყო ასევე საქართველოსთვის და იყო პერიოდები, როცა ემიგრაციაში კითხვის ნიშნები იყო თუ რამდენად დრო მოსული იყო მართლაც იმისთვის, რომ შესრულებული ყოფილიყო ის ანდერძი, რომელიც თან ახლდა ლევილის შესყიდვას, როცა ჩამოვიდნენ საფრანგეთში. პატარა საქართველოს საფრანგეთში, ხო, მასეც მოიხსენიებდნენ ლევილს. როგორია ის მოგონებები, ის ისტორიები, რომელიც მართლა თქვენს ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რომელიც თქვით, რომ საინტერესო იქნება ჩვენთვისაც და მაყურებლისთვისაც ბუნებრივია. როგორი იყო მაშინ იქ ცხოვრება? იქ ცხოვრება, მე არ ვიცი, არ მიცხოვრე არაზოს ლევილში. ხო, გადმოცემით რაც იცით. და არც ერთ ჩემ ოჯახის წევრს არ უცხოვრია ლევილში და პრინციპში ლევილში იყო, როგორც თქვი, კერძო საკუთრება ერთი პარტიის, სოციალ-დემოკრატების და ისინი სარგებლობდნენ ლევილით, როგორც თავიანთი კერძო საკუთრება. მაგრამ მე ნელ-ნელა გაიხსნა და სხვებით შედიოდნენ ისევე. დროს გასატარებლად პიკნიკები ზოგჯერ ზაფხულში. პირველი რაც მახსოვს ბავშვობიდან ლევილის, ეს არის ჩეჩმა. აჰა. პატარა საქართველო და მეორე რაც მახსოვს, რომ ბავშვები რო დავრბოდით ლევილის მაშინ ძალიან ფართო მიწებზე, რომელიც მე ნელ-ნელა შემცირდა, იმიტომ გაყიდეს ნაწილები. იქ იყო მარწყვი აქით, ბალი იქით და საერთოდ გვეწყობებოდნენ, რომ ვაზი არ მახსოვს მე, მაგრამ იზახია, რომ ის ხილი, რომელიც საქართველოში მოდიოდა, ეცადნენ, რომ ფინზი რო იყო მახსოვს. და გვეწყობებოდნენ, რომ არ მოკრიფოთო ბალიო და არ შეჭამოთ მარწყვიო და ასე შემდეგ. ასე რომ ეს მახსოვს, რომ დაგვზდებდნენ
ვაშლიც იყო ძალიან გემრიელი და ლევილის შესასვლელ კარებთან ცხოვრობდა ერთი ქალბატონი ნამეტია გოგვაძე, რომელიც ამზადებდა უგემრიელეს ქართულ ყველს. და მთავარი მიზანი ჩასვლის იქა იყო რომ ჩამოსულიყავით ამ ყველით და ქინძით. ეს მახსოვს ბავშვობიდან. ჭიშკარი ქონდა შესასვლელი ადრე როგორც ვიცი, როგორც რაღაცა არაფერი არ შეცვლილა ლევილში მთავარი ის არის რომ როგორც იყო როცა იყიდეს ისე დარჩა ძირითადად. იქ აქ ბაღში რაღაცები აშენდა პატარ-პატარა, მაგრამ ძირითადად ხელშეუხებელია ძირითადად. ხო, სადღაც ამოვიკითხე რომ სწორედ ჭიშკარზე გამახსნა ჭიშკარს გადააბიჯებდა თავი უკვე საქართველოში გეგონო, იმდენად ქართული გარემო. თქვენ ბძანეთ რომ ბედნიერად დასრულდა ეს ამბავი და ეს ის დასასრულია, როდესაც დასაწყის ნიშნავს. ნამდვილად ეგრეა. ნამდვილად. საინტერესო როგორი სურდათ წინაპრებს რომ ყოფილიყო ლევილი, როგორი უნდა გახდეს ლევილი? აი, როგორი სურდათ, ალბათ რომ ყოფილიყო უფრო ქართული საქმისთვის მიმზღვნილი. ანუ როცა ვამბობ რომ არაფერი არ გაკეთდა, ესე იგი ამდენი წლის მანძილზე ერთი ისეთი დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნორმალურად მიიღება ხალხის კონფერენციების მოწყობა, ესეც არ გაკეთდა. ანუ დარჩა მე ვიტყოდი ჩაფლავდა იმ მდგომარეობაში რაც იყო. ნუ დაემგზავს იდეაში იმ 4 წლიან თავისუფლებას რაც იყო სამწუხაროდ ეს იყო და ნუ არანაირად არ იქნა გამოყენებული, ანუ რამდენი წელი გავიდა ვეღარც ვითვლი. არ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ქართული კულტურა, ქართული საკითხები, პოლიტიკური იქნებოდა თუ კულტურული. მე ვფიქრობ, ერთგვარ ელჩად უნდა გადაიქცეს ეს ტერიტორია. ეხლა თუ ვლაპარაკობ დღევანდელ დღეზე, მე მაქვს ძალიან ამბიციური წარმოდგენა, რომელიც ალბათ არ ეტევა იმ ჩარჩოში და იმ თანხებში, რაც გათვალისწინებული არის და ეს კარგად მესმის, რომ დღევანდელ საქართველოს აქვს სხვა პრობლემები და სხვა მოთხოვნები და ეხლა ალბათ ხალხისთვისაც მისაღები არ იქნება, რომ ლევილზე დაიხარჯოს ის თანხები, რაც დღეს აქ საჭირო არის სხვა საქმისთვის. მაგრამ ლევილს აქვს ერთადერთი დანიშნულება, თუ ეს შესრულდა და თუ გახდა ლევილი ფანჯარა საქართველოსი მთელ ევროპაზე. ადგილმდებარეობა ლევილის არის არაჩვეულებრივი. 5 კილომეტრია პარიზიდან. პარიზიდან ძალიან ახლოს და რაც ნიშნავს დღევანდელ ევროპაში, ცენტრში ევროპის. ანუ გვეძლება საშუალება თუ ის მოწყობილი იქნა უმაღლეს დონეზე. აქ ლაპარაკი არ შეიძლება იყოს რაღაცა ნახევარი, ემიგრანტული, რაღაცა ჩვენთვის და ვიღაცები ჩავლენ და იქ ცოტა დროს გაატარებენ. თუ ამისთვის არის, მაშინ არ ღირს. თუ ღირს, მაშინ უნდა ღირდეს და ალბათ რადგან კიდევ ერთხელ მე ვთვლი, რომ საქართველოს ბიუჯეტი ამისთვის დღეს ალბათ საქართველო არ არის მზად. ეს უკვე საქმე არის მეცენატების. ნამდვილად ეგრე და არანაკლები. მე მზად ვარ პარლამენტში, როცა შევალ, რომ ვიფიქროთ და მოვამზადოთ მეცენატების კანონი. რითაც უნდა ხელი შეუწყოთ იმათ და აზრი მივცეთ ჩვენ ბიზნესმენებს საქართველოში თუ უცხოეთში სხვათა შორის, იმიტომ ჩვენ გვყავს ასევე ქართველები საზღვარგარეთ, რომელსაც შეუძლია. რა თქმა უნდა. და რაღაცნაირად თავი მოუყაროთ ამ ყველაფერს და გავაკეთოთ იქა, რაც მაგალითად, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებებით, რაც პინომ გააკეთა ვენეციაში საფრანგეთისთვის, ანუ იქ გააკეთა ულტრა თანამედროვე გალერეა, სადაც დღევანდელი თანამედროვე მხატვრობა ცვისთვის გააკეთა არაჩვეულებრივი და შევიდა უკვე ევროპაში, როგორც ყველაზე ასევე შემაღლა იყო სტამბა, რომელიც დაბეჭდავს ქართულ ლიტერატურას, თარგმნები, შეება რეპროდუქციები. ყველაფერი უნდა, ეს უნდა იყოს პატარა საქართველო ევროპის ცენტრში, მაგრამ არა გამოყენებული რაღაცა კერძო, რომც იყვნენ ინტერესებისთვის. არც კერძო ინტერესებისთვის, ანუ იქ უნდა იყოს წარდგენილი, რაც გვაქვს ჩვენ ყველაზე მაღალი დონის, ჩვენი უმაღლესი დონის მომღერლები, რომელიც მთელ ევროპაში მღერიან და იქ შეუძლიათ გამოჩნდნენ, ანუ თან უნდა იყოს იქა ვიღაცა, ვინც ამ
კულტურულ ცენტრს წარმართავს ძალიან მაღალ დონეზე. მე არ ვიცი ვინ. ერთგვარი მოურავი და ძალიან კარგი PR მანაჯერი და ყველაფერი, ანუ ეს უნდა გადააქციო ისეთ ცენტრად, სადაც ჩამოვლენ არა მხოლოდ პარიზიდან, არამედ სხვადასხვა დედაქალაქებიდან. ახლა დღევანდელ დღეს ძალიან მოდაში არის ის, რომ ჩახვიდე გამოფენაზე ბერლინში, კონცერტზე ლონდონში და ასე შემდეგ. ანუ დღევანდელი ევროპა ამ ხრივ არის ძალიან გავს უკვე იმ მე-15 საუკუნის ევროპას. ამაში უნდა ჩავჯდეთ ჩვენი ძალებით და მე მგონი რომ ეს უნდა იყოს ასევე დაკავშირებული თბილისთან. ანუ აქაც უნდა იყოს მისი საპირწონე ცენტრი. და ამითი ამოვწიოთ, ამოვკაჩოთ აქაური დონეც კულტურა. აი ძალიან სასიამოვნო მოსასმენი არის ხოლმე, როდესაც ის ქართული სიტყვებსაც, რომელსაც ქალბატონი სალომე იძახის ხოლმე, არის იმ ძველი ქართულიდან ჩარეკი. რომელსაც ჩვენ აღარ ხმარობთ, არ ვიცით ის სიტყვები და ამ დროს ეს გასამდიდრებელია ქართული ენა იმ ძველი სიტყვებიდან. გამინდოდა მტკივნეულ საკითხზე მინდოდა მეკითხა, რაც სასაფლაოს ეხება, ის ჩვენ საკუთრებაში ვიცი რომ არ არის. არა, ეს არის სულ სხვა, ანუ ლევილი როცა იყიდეს და იყიდეს, ესეც საინტერესო არის ამ ფორმით, ამ იურიდიული ფორმით, ანუ ოჯახების იმ მინისტრების სახელზე, რომლებიც მაშინ იყვნენ მთავრობის წევრები. და ეს იყო სახელმწიფო და მთავრობის საკუთრება, ეს იყო ცოტა რაც მე არასწორად იყო გაგებული თვით იმ ადამიანებისგან. ეს არ იყო ოჯახების სახელზე. ეს ფორმა მხოლოდ მონახული იყო, იმიტომ რომ იმ დროს საბჭოთა კავშირი ძალიან აგრესიულად მუშაობდა იმაზე, რომ რაც იყო საზღვარგარეთ საკუთრება, ის ჩაიგდო თავის ხელში და მათთვის მუშაობდნენ ძალიან ძლიერი ვექილები. და ამიტომ დაცვა იყო საჭირო ამ განძის, რომელიც გატანილი იყო საქართველოში. ქალბატონო სალომე, ეს რა კადრებია ჩვენ ხედავთ თქვენ? ეს არის ლევილის სასაფლაო. და იმ დროს ჯერთის სასაფლაოს ადგილები საფრანგეთში ძალიან მკაცრად დაგეგმილი არის და მხოლოდ ნელ-ნელა 30-იან წლებიდან დაიწყო სათვისტომო მზრუნვა იმაზე, რომ აი სად დავასაფლავოთ ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ პირველ წლებში და რადგან ლევილში იყო ეს საკუთრება, იქ სთხოვეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რომ ხომ არ მოგცემთ დაკრძალვას ნებართვას, რომ აქ დაგრძალოთ ადამიანები, რადგან საფრანგეთში პრინციპში იქ უნდა იყო დაკრძალული, სადაც ცხოვრობთ, სადაც გაქვს ოფიციალური რეზიდენცია, რაც ნიშნავდა, რომ ყველა სხვადასხვა ადგილებზე იქნებოდნენ. და ეს ნებართვა რომ მიიღეს, ეს არ ნიშნავდა საკუთრებას, ეს იყო მხოლოდ ნებართვა გამონაკლისის ფორმით, რომელიც გაგრძელდა დღემდე. იყო ერთი პერიოდი, როცა სათვისტომომ იყიდა რაღაცა ნაწილი მიწის და გადასცა ლევილის მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ ეს ნებართვა გაგრძელებული იყო, რაღაცა ფორმა იყო გაცვლითი, მაგრამ დღემდე არანაირი საკუთრება არ არსებობს იქ ქართველების და ნელ-ნელა პირველი საფლავები, რომელიც 30-იანი წლებიდან იქ არის, ექვემდებარება იმ კანონს, რომელიც არსებობს საფრანგეთში, რომ ზოგიერთი 50 წლით არის მიცემული, ზოგიერთი 99 წლის. ანუ ნელ-ნელა და რადგან ამ ადამიანების ოჯახები ყველას არ დარჩა ოჯახები, ბევრი იყო მარტოხელა იმ დროს ემიგრაციაში, შეიძლება დაიკარგოს ეს საფლავები. ყოველ შემთხვევაში დღეს თუ არა, ხვალ ემუქრება ამ საფლავებს. ამ დროს ერთგვარი პანთეონია და ცნობილი ადამიანები და ამავე დროს ვიცი, იმიტომ მე როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხით დავინტერესდი, გარდა ლევილისა ამ საკითხით და ვიცოდი იმ დროს, რომ ძალიან რთული იყო, იმიტომ თუნდაც მაშინ რუსები ამაზე ზრუნავდნენ, რომ თავიანთი სასაფლაო, რომელიც ბევრად დიდი არის Saint-Geneviève-des-Bois, იმის რაღაცა მუზეუმის სტატუსის მისაცემად და
მაშინდელ და დღეს რა არის არ ვიცი, მაგრამ მიღწეული არ იყო რუსების მიერ, თუმცა ისინი ძალიან ყველა ძალებით დღეს აშენებენ უზარმაზარ ტაძარს პარიზის შუაგულში, რომელიც წარმოუდგენელია. ანუ ამას მიაღწიეს და ის არ ვიცი, იმდენად რთული საკითხი არის. ასე რომ ამაზე ალბათ უნდა ვიფიქროთ რა შეიძლება გაკეთდეს. ერთი შესაძლებლობა არის, რომელზედაც ვფიქრობდი, მე ვთვლი, ეს ჩემი პერსონალური ის არის, რომ ძვლებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მეხსიერებას აქვს მნიშვნელობა და ალბათ პანთეონზე რომ იყოს ამ ადამიანების სია, რაღაც დაფა, მემორიალური დაფა, ალბათ ეს იქნება სწორი. მე ნამყოფი ვარ ამ სასაფლაოზე და უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ თითოეულ საფლავთან მისვლისას რაღაცა მიდიოდი ისტორიასთან. და ცოტა გული დამწყდება რომ გავუქვთეს. ახლა ეს არ მოხდება დღეს ხვალ, მაგრამ სამომავლო პერსპექტივაში საფრთხე არის. კონკრეტულად ვერ ვხედავ რა შეიძლება იყოს გამოსავალი იმის ასე შენარჩუნებისთვის. თუ არა სახელმწიფოთა შორის იმ დონის და მაინც უნდა მოვულოცოთ სრულიად საქართველოს ლევილის საქართველოს კანონიერ ადგილად დამკვიდრება და ეს არის დიდი ბედნიერება, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მომზადეთ გაბრძანებისთვის. დიდი მადლობა. თქვენი ნახვა ყოველთვის დიდი სიხარულია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ სრულიად საქართველოს. და თქვენი საუბრის მოსმენა გვედის. ნამდვილად ნამდვილად ასეა. მოდი ახლა შევისვენოთ. ძალიან საინტერესო მოგზაურობა ელის მუსიკალური სულ ცოტა ხანში. დაგველოდეთ დაუბრუნებით რეკლამაში.